მოგესალმებით ნუბი ტუტორიალზე. ეს არის ტუტორიალი იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ YouTube არხი და რა სეტინგები უნდა გავითვალისწინოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ მოკეთ ნულიდან YouTube არხის შექმნისას. რა არის აუცილებელი, რასაც უნდა გადავხედოთ. ახლა გაჩვენეთ მაგალითზე, ოდესაც უკვე შექმნილი მაქვს არხი და კიდე დამატებითი არხი შექმნა მინდა იგივე იმეილზე. როგორ ხდება ეს? ვაჭრ ჩვენს ლოგოს, შემდეგ შევდივართ სეტინგებში. აქ შემდეგ შუაში ავირჩევთ add or manage channels. შემდეგ აქ გავაკეთებთ create channel. ჩავალებთ არხის სახელს დავაწერთ. შეგვიძლია ლოგო პირდაპირ ავტვირთოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოტოვებ ამ ამბავს. შევქმნათ. როცა იმეილზე რამოდენიმე არხი არის, არხის შემონათვალების ესე გვექნება ერთ იმეილზე, ავირჩევთ რომ ახალს, ეხლა რო ახალს ვიმუშაო. შემდეგ ისე ვაჭერთ ლოგოს და ვაჭერთ YouTube Studios. მოგესალმებით სტუდიოშიო და გვხდება ესე, მოგესალმება YouTube-ი თელი ამბები. და ეხლა უნდა მივხედოთ მთავარ სეტინგებს ამ ჩვენს YouTube Studio-ში. პირველ რიგში, კონტენტი ანალიტიკა რაღაც თუ შეისწავლოთ ამ ყველაფერს ძალიან კარგი, თუ ნელა გაერკვევით. პირველი რასაც ვაკუნებთ არის customize banner image რაც შეეხება აი რო სიმართლე გითხრათ დიდად მნიშვნელობა არ აქვს იქნებათ თუ არა აი ალბათ 99% მაყურებლის არ ინტერესდება ამით საერთოდ აქვს თუ არა ეს არხს და არც ნახულობს საერთოდ ან არაფერს არ ცulis ეხლა ამ მომენტისთვის ეს ერთხელაც რო გაუქმოს YouTube-მა საერთოდ ეს ფუნქცია თავი YouTube-ზე არ გამიკვირდება ლოგოსაც შეეხება ლოგოს ატვირთავთ სახელი handle არის ის რაღაცა ლინკის ამბავი თქვენი რომ მოიძებნოს და ის სახელი რომელსაც გამოჩნდებით ხოლმე კომენტარებში და ეცადეთ რომ ერთმანეთს მაინც გავდეს ეს ორი თქვენი სახელი და თქვენი handle რავი ეს იქნება ჩემი აზრით აქ წერა თქვენი არხის აქ შეგიძლიათ დაწეროთ რაღაც არხს წეროთ თქვენ შესახებ იმეილი საკონტაქტო ჩაწეროთ აქ შემდეგ რა გვაქვს ეს მთელი ამბავი არის აქ ბოლოში ატვირთავთ პატარა თქვენ არხის ლოგოს პატარა watermark-ით აიხატება ვიდეოზე კუთხეში ხალხიც გამოჩნდება წესით აუტვირთავ ამასაც და მაგას თუცა მიაკლიკავენ გამოწერის ხილაკი გამოჩნდება ხოლმე. ეგ ამბავი არის. ეგ შემდეგ უნდა გადავიდეთ სეტინგებში, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, სადაც იწყება და ფიქრობ ბევრი მარიც ამის შესახებ. ჩანელში გადავდივართ. პირველ რიგში ჩანელზე ვიწყებ select countries ამბავს. პირველ ქვეყანას ვირჩევთ, სადაც ვარ, საქართველო, შეუულებრივ. keyword-ი, ეს ანუ ამ ყველაფერს არ ვტოვებ. პირველში keyword-ს ვაყენებთ არხის სახელს, ანუ რა არის არხის სახელი, მაგას ვაყენებ. ამას გამოვტოვებ. შემდეგ არხის თემატიკა შეგვიძლია ავიღოთ და რაღაც სიტყვები, რაც გონიათ რომ თქვენ არხთან იქნება დაკავშირებული, მაგ სიტყვებს ჩაწერთ აქ. 500 100 შეგიძლიათ გამოიყენოთ, ამიტომაც თუ გაქვთ მაგდენი ფანტაზია და მოიფიქრებ, ჩაწერეთ ყველაფერი, როგორ შეიძლება რომ მოიძებნოთ თქვენ. უაზროთ სხვა როგორ მოიძებნებები არ ჩაწეროთ, იმიტომ რომ მაინც ვერ მოიძებნებით, ანუ ჩემი სახელი რო დაწეროთ მაგასა თქვენ არხზე. მაინც თქვენ ვერ მოიძებნებით, იმიტომ რომ ჩემი არხი დიდი ხანია არსებობს და YouTube-ი უფრო კარგად მიხვდება რომ მე მეძებნე ვიდრე თქვენ, ამიტომაც კონკურენციაში მე უფრო ძლიერი ვიქნები. ანუ უბრალოდ ნუბი რომ დაიწეროთ თქვენ არხზე, მე უფრო ძლიერი ვიქნები კონკურენციაში ვიდრე თქვენ. ამიტომაც ჩემ არხს აჩვენებს პირველ რიგში და არა თქვენსას. ამიტომაც არ უნდა გაკეთოთ აქ წერთ იმეებს, როგორ მოიძებნოთ თქვენი არხი. ამას ძალიან ბევრი არხი არ აკეთებს, ძალიან ბევრი გამოცდილი YouTuber-საც ვიცი რომ არ აკეთებენ, უბრალოდ ავიწყდებათ ხოლმე და ბევრი ფიქრობს რომ არა საჭირო და ამ შემდეგ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი აქ წერთ ასევე ქართულ ვერსიასაც, აი მაგალითად ისევ ამ არხის სახელი დავწეროთ. მოგეთ როგორ გქონიათ რომ დაგსერჩავენ? აი მაგალითად შეიძლება unubi 2 დასერჩონ, ესე unubi 2-ით შეიძლება დასერჩონ, ხო? ანუ uno 2-ით შეიძლება მოგეთ სხვადასხვა ვარიანტები. შეიძლება ვიღაცას კლავიატურაზე არასწორად დაეჭიროს და unubis მაგალითად ununi 2 დაწეროს. მოგეთ ვარიანტებს წერთ, როგორ შეიძლება რომ დაისერჩოს თქვენი არხი, თქვენი სახელი. აი ამ ვარიანტებს ჩამოწერთ. შეცდომით დაწერილი ვარიანტებიც კი უნდა ჩაწეროთ აქ, რომ მაქსიმალურად მარტივად მიხვდეს YouTube-ი, მაქსიმალურად აი ვიღაცას უნდა თქვენი მოძებნა გიპოვოთ იმ ვიღაცა. ისის თუ ვერ გპოულობთ, აბა ვიღა უნდა გიპოვოთ. ანუ ვიღაცა შენი მოძებნა უნდა და ვერ გიპოვოს. ამ მაგაზე ცუდი რა უნდა მოხდეს, ხო? და ეს ხდება ხოლმე თავისუფლად. მე ბევრი ვიღაცა მაინტერესებდა, ვერ მომიძებნე იმის გამო რომ ეს არ ქონდა. არა და კონკრეტულად თუ მაშინ კონკრეტულად სახელი უნდა მენახა, უნდა მიმეწერა რაღაცები და ეს და რაღაცები მივსუართ, იმის მიპოვნია. მაგრამ ეს რო ქონოდათ გაკეთებული, მაშინ პირდაპირ მარტივად ვიპოვი. ამიტომ ეს გავუკეთეთ თქვენ არხს აუცილებლად, რომ აი გარდა იმისა, რომ აი ცნობილი მინდა გავხდეო, ცნობილი რომ გახდები და ეს თუ არ გაქვს, ანუ ვერ გპოულობთ. აზრი მაიგ ვარიანტი. მოკეთ რო გიპოვონ, მოაგვართ ეს ამბავი, რომ საპოვნელი მარტივად იყოთ რა. რომ თქვენზე რო იცოდნენ და ერთმა კაცმა რო გაიგოს და
იმანაც მაინც გიპოვს უკვე, კაი ამბავია. იმანაც ვეღარ გიპოვს იმ ერთ კაცას დაკარგა უკვე. კაი, გადავდივართ შემდეგზე. Edwin setting-ები. აქ გვაქვს ესეთი თემა, ბავშვებისთვის აკეთებ, არ აკეთებ ბავშვებისთვის, ან არ ვიცი ვისთვის ვაკეთებ ჯერ. ანუ კონკრეტული ვიდეო შეიძლება იმისთვისაც იყოს და ამის. ბავშვი YouTube-ზე და kid ამერიკულ ინგლისურ ენოვანურ ამბავში kid არის ადამიანი 13 წლამდე. 13 თუ თქვენი თამაში, კონტენტი და ნებისმიერი რაღაცა, თქვენი ასაკი, ანუ თქვენი კონტენტი მოკეთ თუ არ შეფერება 13 წლამდე თემატიკას, მაშინ თქვენ არ აკეთებთ ბავშვებისთვის რა. აი მაგალითად თუ თქვენ თამაშობთ ისეთ თამაშს, რომელიც არ არის 13 წლამდე ბავშვებისთვის, მაშინ თქვენ არ აკეთებთ ბავშვებისთვის ავტომატურად. GTA-ს თამაშობ, არ აკეთებ ბავშვებისთვის, რაღაცა Roblox თამაშობ, არ აკეთებ ბავშვებისთვის, Roblox-ი არა კონკრეტულად 13 წლამდე თემატიკაში Roblox-ი 17+ თამაშებში ბიც არის ხობენ და თავისუფლად შეიძლება. გაითვალისწინოთ, რომ ბავშვებისთვის გაკეთება ნიშნავს 13+ კონტენტის გაკეთებას. 13- და ბავშვებისთვის არ გაკეთება ნიშნავს 13+ კონტენტის გაკეთებას. აი ეს გაითვალისწინეთ და არა 18+ და 18- არ არის რა, არის 13+ და 13-. შეგეუბნებით Roblox-ი, Brawl Stars-ი, GTA და მოგეთ გეიმინგში რაც ხდება, ქართულ გეიმინგზე მოგეთ არხებიც არის, ყველა არის 13+. 13- გეიმინგ არხი მე არ მინახია საქართველოში, უცხოეთში არ მინახია, ალბათ არ ვარ ინტერესებული ალბათ მაგითო. ვარიანტი არ ვიცი რა თამაშებია 13-ები. ის ვარიანტია რომ გაითვალისწინოთ ეს ამბავი. შეიძლება ხუმრობები ქონდეთ ისეთები, რაც 13-ებისთვის არ იყოს შესაძფერისი და პლუს მაგიტომაც არ არის უკვე ბავშვისთვის. აი ეგეც ვარიანტია და ეგ გაითვალისწინოთ 13+ და 13- ამბავი. მე ვნიშნავ არ ვაკეთებ ბავშვებისთვის, ანუ ვაკეთებ 13+-ის. შემდეგი დანარჩენს ყველაფერს ვტოვებთ, არაფერი ისეთი არ არის, რაღაცა რო ცვლიდეს, დიდად ჩვენ ამბებს. მესამე არის ყველაზე მნიშვნელოვანი აი ეს ამბებში. აქ უნდა დავადასტუროთ ჩვენი ჩვენ რო არსებობ. მოკეთ ტელეფონის ნომერზე უნდა გამოვაგზავნოთ კოდი და დავადასტუროთ და მივიღოთ thumbnail-ის ატვირთვის უფლება, live-ის გაშვების უფლება და 15 წუთზე მეტი ვიდეოს დადების უფლება. ამებს მივიღებთ და მოკეთ ტელეფონის ნომერი შეყავს, კოდი მოგდის, ამ კოდს ეს კოდი შეყავს და ეგ არის. შემდეგ გადავდივართ upload default-ზე. ვიდეოს ატვირთვის თემა, ну, ამაზე ფიქრობ ძალკე გავაკეთებ მე ვიდეო, ამიტომ მოდი გამოვტოვებ ამას. Community moderator ეხება manager moderator და standard moderator გავსკიპოთ. ანუ აქ გამოჩნდება მოდერატორს, რომელიც მე აქ დაინახოთ მაგათ არხებს და შეგიძლიათ აქედანვე ამუშავოთ მე ის თუ არ მოგეწონებათ. ანუ მოდერატორი იმის თუ მიეცი და ვაიმე აღარ მინდა მოდერი კონდისო, აქ შემოხვალთ აქედან შეგიძლიათ ამუშავოთ და save დააჭიროთ. აქ შემდეგ აქ არხის აქ ბანდადებული ხალხი იქნებიან კიდე და ბლოკ ვორდები, ანუ აქ ჩაწერთ სიტყვებს, რომელიც გინდათ რომ დაიბლოკონ, რამე უცენზურო სიტყვები ჩაწერეთ, რაც გინდათ რომ პირდაპირ დაიბლოკოს, როდესაც დაწერენ რა. ანუ უცენზურო სიტყვებს ჩაწერთ და როცა ვინმე დაწერს მაგ სიტყვას, თქვენ არხზე ავტომატურად გაქრება ის კომენტარი თქვენი არხიდან. ეს ვარიანტია. მოგეთ ეს არის აი ეს მთავარი საწყისი სეტინგების თემა YouTube არხზე, რაც ფიქრობ ბევრი არ აკეთებს ხოლმე. თუ თქვენ არ იცოდით ეს ამბავი, რომელი არ იცოდით, ყველაზე მეტად ეგ მიეგავ მიტარით, შეხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოებში. ნახვამდის.